უკან გაჩერდი. მე ჩამოვიყვან ამ ხალხს და მაგის შემდეგ გონდოლებთან რომ მოხვალ და მაგით დავამთავრეთ და ხვალ ადრე ჩავალ გავჩერდებით. არიციან ისინად დავით უკან. მარჯვნიდან ვიგდეთ, მარჯვნიდან. პოლკოვნიკ ბესი ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო-მომზადების სკოლაში მიმდინარეობს შუალედური სამთო-მომზადების ზამთრის კურსი. აღნიშნულ კურსზე მსმენელები სწავლობენ და ხვეწენ ტექნიკას, რომელიც გასულ წელს საბაზისო კურსზე შეისწავლეს. როგორც არის თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, დაზარალებულის ევაკუაცია და ტრანსპორტირება უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე, გაუკვალავ თოვში სრიალი, თუ კი რაიმე წინაღობა და დაბრკოლება ბუნებრივი შეხვდებათ მათი გადალახვის ხერხები და აგრეთვე ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, საძებნი ხელსაწყო არვას გამოყენებით. აღნიშნულ კურსზე მონაწილეობას ღებულობენ როგორც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან წარმომადგენლები. ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს მათ საშუალებას მისცემთ ეს კურსზე მიღებული ცოდნა, რომ გადალახონ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაღალი მთები, საჭიროების შემთხვევაში მოაწყონ თავშესაფრები და გაართვან თავი მათზე დაკისრებულ ამოცანას. მე თურქეთის შეიარაღებული ძალების სამთო ქვედანაყოფში მსახურობ. ის სამთო უნარჩვევები, რაც აქ შევისწავლე, ჩემს ქვეყანაში გამომადგება. ამ კურსმა მე ნამდვილად დიდი გამოცდილება მომცა. საჩხერის სამთო-მომზადების სკოლაში სამთო-მომზადების ზამთრის მეორე კურსს გავდივარ. აქ მე სამთო ტექნიკას ვხვეწ, რომელიც შემდგომში ჩემს ქვედანაყოფში გამომადგება.